სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის წიგნის ქართულ ენაზე ატვირთვას, რომლის სახელწოდება არის ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალი იესოს სრული ისტორია. ჩვენ დავიწყეთ მეხუთე ნაწილი, რომელიც აღწერს მოვლენებს 28 წლიდან 29 წლის ჩათვლით. ჩვენი წელთაღრიცხვაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი და პირველი 55 თავში განვიხილეთ ჩვენ როგორ განკურნა იესომ უკვე იონეს სახარებიდან აუზში დავრდომილი 38 წელი რო იტანჯებოდა ადამიანი და მერე გაიგივა თავისი თავი მამა ღმერთთან. ძალიან საინტერესოდ მხოლოდ იონეს ჰქონდა აღწერილი და ეხლა ჩვენ ნახულობთ შაბათს მარცვლეულის კრეფას. და ასევე მოვაყოლებთ ამას შაბათს ადამიანის განკურნებასაც ხელი რო გაუმთელა და ეს თემა ყველანაირად ეხება იმას, რომ იესო არის უფალი შაბათისაც. იცით რომ 10 მცნებიდან ხო შაბათი ეს მეოთხე მცნება უკვე ახალ თქმაში აღარ არის. და ეს მეშვიდე ადვენტისტები და ისინი ძალიან ცოდავენ, როცა ამას იმაშვებიან კიდე აწესებენ. გაუქმდა ეს და ჩვენ კვირადღეც რო კვირადღეა, ხომ? ეს არ არის ესეთი მითითებით, როგორი მითითებაც იყო შაბათ დღეს. იმიტომ დღესაც კვირადღეს გვიხდება მუშაობა, მეც მიხდება ზოგჯერ, სხვასაც უხდება და ჩვენ არანაირად არ ვარღოთ შაბათის წესს. რომ ერთი მცნება, რომელიც უკვე აღარ გადავიდა ახალ თქმაში, ეს არაერთხელ უთქვია ბატონ თეოფილეს, ბატონ ჯონ მაკარტურს, რომ უკვე აღარ არის ეს და ამიტომაც უფლობას იესო რომ უფლობს ამ შაბათსაც ადასტურებს აი ამ სასწაულებით. იცით, შაბათს გააკეთა უკვე განკურნებები და ეხლა უკვე მარცვლეულის კრეფაზე ნახეთ რა სიტყვის შაბათზე. 46 თავი. მოწაფეები შაბათს მარცვლეულს კრეფენ. პირველი გადმოგცემს ამას მე-12 თავი, მათე როგორ ასწრებს ყველას მე-12 და მარკოზი ისე მეორე თავზე არის. მე-12 თავში გვეუბნება პირველიდან მერვე მუხლებში ამ ისტორიას. იმ ხანებში შაბათ დღეს ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშვიდა და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა. დაინახეს ეს ფარისეულებმა და უთხრეს: აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს. იესო მოპასუხა: ნუ თუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ, როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს. ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წინში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არ ღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულნი არიან. ხოლო მე გეუბნები თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. თქვენ უგცნობდათ რას ნიშნავს წყალობა მნებას და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დადებდით უდანაშაულებს, რადგან ძეკაცისა შაბათის უფალიც არის. მარკოზი გადმოგცემს როგორც გითხარით მეორე თავში 23-28 მუხლებში. ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა. უთხრეს ფარისეულებმა მას: აჰა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს? როგორ არიან ჩასაფრებული, სულ დაძდებდნენ იესოს ეთყობა, ხო? მიიგო იესომ, ნუ თუ არასოდეს აგიკითხავთ რაქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშიდა მასაც და მასთან ყოფთაც, როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელთავრის დროს, აქ უკვე ნახეთ მარკოზი აბიათარს ახსენებს. და აბიათარი ეუნება თუ გახსოვთ ეგ მომენტი, მხოლოდ ერთ რამეს, რომ ქალთან ხوار დაწოლილანო. განწმენდილები არიან ქალიდან თუ არაო, ამას ეკითხება აბიათარი თუ გახსოვთ, ეს შეგიძლიათ ჩაიხედოთ, ხო? მეფეთა წიგნებში ეს არის აღწერილი. აბიათარ მღვდელთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა და თავისთან ყოფთათაც დაურიგა. უთხრა: შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისათვის. ამიტომ ძეკაცისა შაბათის უფალიც არის. აი ესეც 27-ს მათე არ ამბობს, ხო? წყალობა, იქ ახსენებს წყალობა, სურს და არა მსხვერპლი და აქ ამბობს, ნახეთ, შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისათვის. ისე დამახინჯდა ყველაფერი და მე მგონი გუშინას ლაპარაკობდა ბატონი თეოფილე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად მათ გაიხადეს ეს ნაციონალური და გააკერპეს ეს რელიგია და ადამიანი დაივიწყესო. თეოფილე მაგალითი ამბობდა გუშინ საუბარში დისკურსზე. სკაიპზე აღარ არის საუბარი, დისკურსზე ხვდებით ხოლმე ჩვენ სურველები, ალბათ მერე YouTube-ზე ისმენენ უკვე მოდიფიცირებულ და რედაქტირებულ მოსვენას, მაგრამ
ლაივში ერთვებიან ადამიანები და იქ ისმენენ საუბარს და ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ზუსტად იქ ახსენა ბატონო თეოქლე, ისრაელმა და იგივე საკეთებს საქართველოს, ხო? მათ გააკერბეს წესშეულებები, რიტუალები და ადამიანები გადაგდებულები არიან და ბუნებრივია პოლიტიკოსიც მე ესე ექცევა საქართველოში ადამიანს, იმიტომ რომ ხუდელი არ ექცევა ნორმალურად, ხო? და ნახეთ როგორ ის არის რიტუალები და რეები ხდება შიგნით, ხო? ეს ყველაფერი სათავე არის ის, რომ მათ ცოცხალ ღმერთთან არ აქვთ კავშირი და ის მცნებები გახსოვთ იესოს რო შეეკითხებიან, რომელია ყველაზე დიდი მცნება. და ის იტყვის პირველ მცნებას, რომელსაც მოდიფიცირებას გაუკეთებს, ისე პირველი მცნება გახსოვთ გამოსულის წიგნში მეოცეში ესე არის, რომ არ ყავდეს სხვა ღმერთები. რომ მე ვარ ცოცხალი ღმერთი და იესო ამბობს, რომ შეიყვარე შენი ღმერთი მთელი გულით, სულით, გონებით, ნებელობით, გახსოვთ ხო? და მეორე მცნება მოყვასი შენი. ნახეთ, პირველ მცნებას ვითომ ამბობენ, რომ უყვართ საქართველოში და ამ დროს მოყვასი სიყვარული არ არის. გუშინ ამაზე იყო საუბარი, როგორი ზიზღია და როგორი ბოროტება არის. შემდეგი ლუკას ეს უკვე მე-6 თავს ესახსნის ლუკა ამ ისტორიით და ახლა მოусვინოთ ლუკასაც. ერთხელ შაბათს ყანებზე მოუხდა გალვა, მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშენდნენ და ჭამდნენ. ფარისეულთაგან ზოგიერთმა უთხრეს მათ, რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არ ანებარ დართული. ახლა ნახეთ, ფარისეულები პირდაპირ ეუნებიან მოსწავლეებს. იქ იესოს ეუნებიან, ხო? უთხრა მათ იესომ, იესო გამოდის და იცავს უკვე. ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან ყოფლებსაც. როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა წინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც გარდამღვლების არავის ჰქონდა და თავისთან ყოფთაც აჭამა და უთხრა მათ, შაბათის ბატონიც არის ძეკაცისა. აი აქაც იგივე ამბობს, იქ უფალს ამბობს, აქ ბატონს. აი ეს არის ის ისტორია და შემდეგ ამას მოყვება 47 თავი ამ იმაში მე გავაერთიან ესეც იესო შაბათს კურნავს კაცის ხელს. ამას მათე აგრძელებს შემდეგ, ესე იგი ამ იგივე მე-12 თავში, მე-9 და 14-ში, წამოვიდა იქიდან იესო, ესე იგი წამოვიდა იქ სადაც იყო და მათ სინაგოგაში შევიდა. აჰა, ხელი ქონდა კაცს გამხმარი, კითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის, ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს. მან კი უთხრა მათ, რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად აღემატებულია ცხვარზე. ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება და უთხრა იმ კაცს, გაიწოდე ხელი. მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე. ფარისეველი კი გამოვიდნენ და მოითათმირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. აი პირველი უკვე იწყება შეთქმულება. აი აქედან იწყება პირველი შეთქმულება. ეს მახსოვს ჯონ მაკარტურმა, როდესაც მოიყვანა ეს. აი აქედან იწყება პირველი შეთქმულება იესოს წინააღმდეგ უკვე. და ვერაფერი ვერ გახდენ, იმიტომ რომ ნახეთ როგორ გინდა ახლა ხალხს გადაიყვანს ყველას, იმიტომ რომ ყველას უნდა განკურნება და ისინი უძულურები არიან რომ რამე გააკეთონ. მარკოზი მესამე თავს ხსნის ამ ისტორიით. პირველი მუხლიდან. კვლავ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ქონდა გამხმარი. უთვალთვალებდნენ მას, განკურნავს თუ არაო შაბათ დღეს რომ ბრალი დაედოთ მის. აი ნახეთ, ჩასაფრებულობა, ამას უკვე მარკოზი წამოწევს. სპეციალურად ესე ჩასაფრებულობად мотиваცია. უთხრა ხელგამხმარ კაცს, შუაში დადექი. მან კი მიმართა, შაბათ დღეს მათ კი მიმართა, იესო მიმართავს უკვე მათ. შაბათ დღეს კეთილის კეთება ნებადართული თუ ბოროტებისა, სულის ხსნა თუ დაღუპვა, ისინი დუმდნენ. იესომ რისხვით გადახედა მათ. ნახეთ, ერთ-ერთი რისხვა იესოსი დაფიქსირებულია. ნახეთ, მაიმუნები, იცით ხო ადამიანი ბოროტი რო არის და არ უხარია რა სიკეთე. იესომ რისხვით გადახედა მათ გულქვაობით გამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს, გაიწოდე ხელი, მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი. იქიდან გამოსულა ფარისეულებმა, მაშინვე მოითათმირეს ჰეროდიანელებთან ერთად, აქ უკვე ჰეროდიანელები ჩაერთვნენ, მის წინააღმდეგ როგორ დაეღუპათ იგი. აი, ჰეროდიანელებთანაც უკვე იწყება შეთქმულება ფარისეულების. ხო, ჰეროდიანელებს ვერ იტანდნენ ფარისეულები, ხო? ჰეროდე გამყიდველად იყო მიჩნეული, ის იდუმელი იყო, მუშაობდა რომზე და ნახეთ, მაინც როგორც ახლა ბიძინას წინააღმდეგ უკვე ერთიანდებიან ჩქიფურიშვილი და ყურაშვილი, ხო? და ეგრე გაერთიანენ მიშას დროსაც, ზვიადის დროსაც, შევანაძის დროსაც და ასე შემდეგ. სიძულვილით გაერთიანებული ხალხი. ლუკას ახარება მე-6 თავში აგრძელებს ამ ისტორიას. მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ქონდა გამხმარი. წიგნობარი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვა და ბრალი დაედოთ მისთვის. მან იცოდა მათი ძრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ქონდა გამხმარი. ადექი და გამოდი შუაში. ისიც ადგა და დადგა შუაში.
იესო უთხრა მათ: მინდა გკითხოთ, შაბათ-დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა? თვალი მოავდა ყველას, მერე კაცს უთხრა: გაიწოდე ხელი. ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი. ისინი კი რისხвით აღიხსნენ და ურთიერთ შორის მსჯელობდნენ, რა ეკნათ იესოსთვის. აი ესეც ლუკამაც დააფიქსირა ეს. მადლობა მოსმენისათვის.